რა ხდება შენ უნდა სულ ხედავდე კეთილს სიკეთეს რომ შენს გახდე კეთილი თქვენ იცით ეს სასწაული ისტორია ლეონარდო და ვინჩიზე იცით არიცით კი არა რომელზე ყვებით არ ვიცი საიდუმლო ხერობა რო დახატა მაგათ ხო კი ეს ნობილი ხო ძალიან დიდ რას ხატავდა და ნუ დაიწყო ქრისტეს იმით დახატვა და მოძებნა შედი პიედრო ბალდინი იყო ძალიან ლამაზი ახალგაზრდა რომელიც აიღო პროტოტიპად და დახატა პირველი ქრისტე და აი ამ ხატს ძალიან დიდ ხანს ხატავდა წერდა თითქმის 10 წელიწადი და ყველანი რო დახატა ბოლოს უნდა დაეხატა იუდა ხო და ეხლა ეძებდა ასეთ საზიზღარ პერსონაჟს იუდას და ეძებდა მერმოთა უცბად შეხვდა ვიღაცა ისეთი საზიზღარი პერსონაჟი და უთხარ შეუნდა დახატო ხო შეუნდა ხატო და მოიყვანა თავისთან და რო დაიწყო ხატვა მაინც ხატვარია დამობს მე თქვენო საიდანღაცო გიცნობთო იმან უთხრა იმან რა ქვია ლეონარდო და ვინჩიმო კიო მეცო გიცნობ თქვენო 10 წლის წინო მე აქ ვიყავი და თქვენ ჩემგან ქრისტე დახატეთო კარგი რა ესე შეიცვალა ესე დაეცა ხედავთ და გაგიშთა ესე იგი ლეონარდო და ვინჩი პირველ რო ეძებდა დიდხანს და ნახა ადამიანი რომელსგანაც დახატა ქრისტე 10 წლის შემდეგ ესე იგი ადამიანი ხატავდა იუდა აი ეს ადამიანი ხედავთ იმდენად დაეცა რომ თავიდან ლეონარდო და ვინჩი ვერც იცნო ხო წარმოგიდგეთ ეხლა ეს კაცი იჯდა რამდენიმე დღე და ეხლა მხატვრის თვალი ხო და მისგან დახატა ქრისტე აუ რასაოცარ რაღაცას ამბობთ მამა ცხოვრებისეულს რა ხო მართლა ეგრეა რომ შეიძლება ისე და თავიდან ბავშვი რო იბადება მართლა როგორი წმინდა და მე რას ვემსგავსები და სწორ საუბრობთ მამა მართალი ბრძანდა აი ეს თითქოს ერთი რაღაცა უბრალო მომენტია მაგრამ ძალიან ბრალიანი და სწორი შედარებაა